25 წლის გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია. მამაკაცი პეკინის 14 ნომერში ნახეს გარდაცვლილი, ის ნაქირავე ბინაში ცხოვრობდა, სადაც ხანძარი გაჩნდა და გავრცელებული ინფორმაციით სწორედ ამ ხანძარს ემსხვერპლა, თუმცა განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობენ გარდაცვლილის მეზობლები. მათი მტკიცებით მამაკაცი მოკლეს და შემდეგ დაწვეს. ბექა მჭედლიშვილი მუშაობს თემაზე. ბექა, ვინ არის გარდაცვლილი და კიდევ რა ახალი დეტალებია შენთვის ცნობილი ამ დროისთვის? გარდაცვლილის ვინაობა უკვე ცნობილია. ის არის LGBT თემის წარმომადგენელი 25 წლის ბექა ბერიანი, რომელსაც საზოგადოების ნაწილი მას ზედმეტსახელი საბით იცნობს. როგორც მისი მეზობლები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, მას კარგად არ იცნობენ, რადგანაც მათი ინფორმაციით ბერიანი რამდენიმე თვის წინ გადავიდა საცხოვრებლად პეკინის 14 ნომერში და მას ბინა ჰქონდა ნაქირავები. რაც შეეხება უშუალოდ შემთხვევას, როგორც ცნობილია, ბერიანი, როგორც ცნობილია, ის მეზობლები აცხადებენ, შემთხვევა გუშინ ღამე დაახლოებით 12 საათისთვის მოხდა მათთვის იმის შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც მათ მეხუთე სართულზე პეკინის 14 ნომერში საცხოვრებელი სახლიდან კვამლი შენიშნეს, როგორც თვითმხილველები და გარდაცვლილის მეზობლები აცხადებენ, ისინი ფიქრობენ, რომ 25 წლის ბიჭი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი მის სახლს ცეცხლი წაუკიდეს. დაახლოებით პირველის ნახევრისთვის ბევრი სახანძრო მოვიდა და გადავიხადე. როგორც გავიგეთ, მეოთხე სართულზე იყო რაღაც ხანძარი, მაგრამ მკვლელობასთან დაკავშირებით არაფერი არ ვიცი. უბრალოდ ვიღაცამ თქვა, რომ შეიძლება ვიღაც დაიღუპა. მე როგორც მოვისმენდა, როგორც მეზობლებმა თქვეს, ტრანსგენდერი იყო, მაგრამ დაზუსტებით ამ ბიჭის შესახებ არაფერი არ ვიცი, იმიტომ რომ არ ვიცნობთ და როგორც ვიცი, ნაქირავები ქონდა. გოგოსავით გამოიყურებოდა. გზელითმები რაღაცა, ცოტა სხვა სტილის ის იყო რა, თორე ესე განსაკუთრებული რამე არაფერი. მოდენიმე ჯერ დავინახეთ, სამჯერ მყავს დანახული ხამი შემოდიოდა ეზოში. გააჩინეს ხანძარი, მოკლედ ისეთი ამბავი იყო. მე კიდე ლოჯი ვიჯექი, იქ ორმაგი კარებები მაგ და კაკუნი ვერ გავიგე. ძალით გააჩინეს ხანძარი? ვიღაცა იყო მაგასთან. ვინ იყო? არ ვიცი. ვინ ცხოვრობდა? ვინ ცხოვრობდა? სექსუალისტი იყო. ტრანსის იყო და გუში მთელი პოლიცია, მთელი სასტრაფო სულ აქ იყვნენ. თქვენს რომ ჯერ მოკლესო და მერე დაწვესო. კარები ვერ გააღეს, აქედან შევიდნენ ბალკონიდან. ჩაკეტილი იყო კარები. ეთყობა, ეს იყო ის, ვისაც გასაღები ქონია და თვითონ ჩაკეტა კარები. ისერში ქონია გაჭრილი. თქვენს ისე და არ ვიცი, დანითურა, არ ვიცი. ჩვენ ცოტა ხნის წინ გავესაუბრეთ საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოადგილეს ნოდარ ჭუმბაძეს, რომელმაც გითხრა, რომელიც უშუალოდ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, როგორც მან განაცხადა ჩვენთან საუბარში, მაშველები შევიდნენ აივნიდან საცხოვრებელ სახლში, რადგანაც მისი ინფორმაციით კარები იყო ჩაკეტილი. ნოდარ ჭუმბაძის ინფორმაციით მიცვალებული იყო იატაკზე, რაც შეეხება ცეცხლის კერას, როგორც საგანგებო სიტუაციათა სამსახურში აცხადებენ, ცეცხლის კერა იყო საძინებელ ოთახში. ნიშნებოდა საცხოვრებელ ბინაში მეექვსე სართულზე ძლიერი დაგვამლიანება, მეხანძრეების მიერ ხანძარი ლიკვიდირებული იქნა, გავაღეთ კარები და მოხდა კარები სტროულად გაიღო და მოხდა ხანძრის ლიკვიდაცია, ადგილზე აღმოჩნდა დაახლოებით 25-დან 30 წლამდე მამაკაცის გვამი. პეკინის 14 ნომერში მოხდა ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობია რა მუხლით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე.